პირველი ივლისიდან რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შედის. მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით დასახელება ყველი შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება რძისაგან. აგრეთვე სიახლეა შემცირებული ცხიმის შემცველობის მქონე კარაქის განმარტებასთან დაკავშირებითაც. აღნიშნული დასახელების გამოყენება შესაძლებელი იქნება კარაქზე, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39% და არა უმეტეს 79% შეადგენს. ეს ცვლილება პირველ რიგში მიმართულია მოხმარებლების ინტერესების დაცვისკენ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის თვით კეთილსინდისიერი მეწარმეების ინტერესების დაცვაც. ეს გაზრდის ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას და ეს შეუწყობს ზოგადად ინდუსტრიის განვითარებას, არა მარტო გადამამუშავებლის, არამედ პირველად წარმოებას, გლეხს და ფერმერს ექნება საშუალება, რომ თავის ნედლი რძის რეალიზება გააკეთოს და ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი, რაც არის საქართველოში პირველ რიგში ყველი, იმას ერთხელ და საბოლოოდ დაერქმევა, რომ უნდა იწარმოებოდეს ადგილზე მოპოვებული ნატურალური რძისგან.